დღეს რაზეც ვისაუბრებთ, ეხება ყველას. საჯარო მოსამსახურეს, მასწავლებელს, ლექტორს თუ ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს რაიმე ტიპის შემოსავალს და ანაზღაურებას. კანონში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით აღნიშნულ პირებს ეკრძალებათ რაიმე ტიპის შემოსავლის მიღება და ყველა შემოსავალი, რომელიც მათ უნდა მიიღონ, ექვემდებარება აუცილებელ თანხმობას მათივე ხელმძღვანელის მხრიდან. თუ კი ეს ადამიანები მსგავს თანხმობას არ მიიღებენ, მათ შეიძლება დაეკისროთ იმ თანხის უკან დაბრუნება, რაც მიიღეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ასევე მათ 2 წლის განმავლობაში შეეზღუდებათ საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ სეგმენტს შეეხება მისი სამსახურეობრივი პოზიცია. უფრო კონკრეტულად კი, კორუფციის შესახებ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ყველა საჯარო დაწესებულებას განურჩევლად მისი პროფილისა, მათ შორის საგანმანათლებლო, კულტურული თუ სხვა მსგავსი ორგანიზაციის ჩათვლით, ასევე ნებისმიერ აიბს, ნებისმიერ შეპესეს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არის ესე იგი დაფუძნებული და მასში წილობრივი მონაწილეობა 50%-ზე მეტი სახელმწიფოს გააჩნია, ყველა ამ ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს, თუ კი ის გადაწყვეტს, რომ რაიმე სახის შემოსავალი ქონდეს, გარდა იმ ხელფასისა ან ანაზღაურებისა, რაც მას იმ სამსახურში, ერთ კონკრეტულ სამსახურში გააჩნია, მას აუცილებლად მოეთხოვება თანხმობა მისი დაწესებულების ხელმძღვანელისაგან. სხვა შემთხვევაში ჩვენ უკვე ვთქვით, რა კონკრეტულ სანქციებს ითვალისწინებს კანონმდებლობა. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა პრობლემის წინაშე ვდგებით ამ საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით. ფაქტიურად, დაწესებულების ხელმძღვანელის ნება-სურვილზე არის დამოკიდებული თქვენ მიიღებთ რაიმე სახის შემოსავალს თუ არა, მათ შორის დამოუკიდებლად რომ რაიმე საქმე აწარმოოთ, აი კონკრეტული ნივთის შექმნათ და გაყიდოთ ან რამე მომსახურება გაუწიოთ სხვა ადამიანს სხვა საქმეში, აი ამ ტიპის შემოსავალზეც გაავრცელა კანონმდებლობმა ეს ცვლილებები, რაც რა თქმა უნდა არის არაკონსტიტუციური და ბუნებრივია ეწინააღმდეგება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. გამომდინარე აქედან, ფაქტობრივად კანონმდებელმა მოსპო ყველა ტიპის შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა შეძლონ იმ მიზერული ანაზღაურებების გათვალისწინებით რაიმე ტიპის სარჩოს მოგროვება მათი კეთილდღეობისთვის. სამწუხაროდ ამ ცვლილებების ფარგლებში ადამიანები საკმაოდ მოწყვლადი გახდებიან და მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველამ ძალიან კარგად გავიაზროთ და ვიცოდეთ. მადლობა ყურადღებისთვის და გისურვებთ, გეცხოვროთ ნამდვილ საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოში.